საღამო მშვიდობის და ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით კომედი არხის ერთგულ მაყურებელს. ეთერშია ყველაზე მხიარული გადაცემა ანეკდოტების რვეული. მოდით ერთად ვნახოთ რა მოგვიმზადეს ჩვენმა მეგობრებმა და იმედია დღესაც როგორც ყოველთვის კმაყოფილი დარჩებით. მერვე ადგილი. Biggie nul șesti, gadagde, ratvarga. Deda qaçqa. Asta-ți ვიყიდი სტავს, ეს ორთვალა, შეხები. ურები, შეაბი, ხარები, მაგრამ და გამოდერა. Qaçqa. Salame daigo. Omorjos. Qaçqa. ვიო, შენ ბუხუდიში რა ვადაზმანულა? Baro bichები. უმარიო. შენ რა გაზმანუხა შეცეცხლ მოკიდებულო? ვისია ეს კოსტუმი? Visia da Pierre Cardenis, ვიო. შარვალი? შარვალით Pierre Cardenis-ა, ვიო, აგი რა. საროჭკა? ისი იქნება ახლა, აგიც Pierre Cardenis-ა, აგი, ვერ უყურეთ? ბიჭო, შენ ნამუსი გააქვს? რეიზა. ტიტუელი დატოვე, ბიჭო, კაცი! შენნა გადაობა მხო წინი წეიღო, ბიჭო. შენ კიდე მიყიდე ეტაჭკა კახაიას, ბიჭო. კი, მართალია, თვალთან ჩალურჯებული ქონდა, ცოტა ეთყობა არ იხდიდა პიერია. მეშვიდი ადგილი ვნახოთ. მარო მოდი მოიწი ჩემთან იმე ბალღებს როსტინავთ ბალღებს რა დროშმა ხერხი კი არ უნდა დავქოქო რას ამბობ, კაცო, რას ამბობ? ეგ თუ გადაირია დროშბაზე უარესია. მეექვსე ადგილი. იასაშვილია. მიხო. ო, შეხედე, შენზე შენახული ფეხები მაქვს, ჰა? გექნება, მაგ გექნება. შენ რომელი გოდახარ? მე კიდენა რომელი? მე რა მოხდა, კაცო? კაი კაპრემონტი დაცხე და ახალივით იქნები რა. სანამ შემდეგ ანეკდოტს შემოგთავაზებდეთ, გადაღებულზე მაქვს საუბარი, მანამდე ერთი მეც მინდა მოგიყვეთ. წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაცია, ქორწილში მუსიკოსთან მიდის ჭაღარათმიანი კაცი და 10 ლარიანი დაუდო და რაღაც შეკვეთა მიცა ეს დაუკარითო. ნუ წავიდა დაბრუნდა თავის ადგილზე, ნუ ამ დროს ატყდა ეს შეკვეთები, ნეფედედოფალმა იცეკვა, იქით მშობლებმა, იქით მეჯვარეებმა და კი გადაავიწყდათ ამ კაცის შეკვეთა და უკვე დასასრულისკენ მიდის ქორწილი, კაი მთვრალი როა ხალხი და გახედა მუსიკოსმა და მოდის ამისკენ ეს ჭაღარათმიანი კაცი და გახსენდა რომ ამის შეკვეთა არ დაუკრავს და ახლავე ბიძიაო ამას ეუბნება შენ გენაცვალები ცოტა ხო იცი 5 წუთში მოგიხერხებ ახლავე შენ არა ბიძია მაგიტო არ მოსულვარო მაგიტო აკაკი წერეთლის პოემა რომელი გაქვს წაკითხული გამზდელი ბიძიაო ხო და მაკადლარში დელი შეგენაცვალოს ბიძია და დევიშალე დაგლოცა ვეცახი ნუ ასეთებიც ხდება რა თქმა უნდა ჩვენ კი ის გადაგჩენია ვნახოთ მეხუთე ადგილი რაიმე როგორ რა გამხდარი ხარ? რამე განსაკუთრებული დიეტა იცი? არა, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ წყალს სვავ. მეტი არაფერი?
არა მეტი არაფერი. დალევ ჩვეულებრივ წყალს, ჭამამდე 2 დღით ადრე. ნუ 2 დღის მერე კიდე წყალს სვამ, 2 დღის მერე სვამ გაზგასულ მინერალურ წყალს და 2 დღის მერე სვამენ ღვინოს, ოღონდ შენკელებში. მეოთხე ადგილი ჯერია. შეუპატრონო რომ მოეთრევი ყოველღამე გახეთქილი მთვრალი დაეგდები გამხდით რუსიკს და დაგეძინება მე რეზინა კი არ მიჭერს ეს ქალიც გადამრევს რა. შენც რაღაცე იცმე, მაგ რუსიკს შეგაი ადამიანი. მესამე ადგილი. როსტიკული! ვეპა ხოლა ხوار მომიტყვები. დავიდავიდა მოყეკარა ცოტა. ვასტეროსი. აკა არ ბიჭო, გილოცავ. ოპოსად უნდა ვიყო. წამოდი, შენი ცოლი ნახე, გოგო გააჩინა, გოგო. გილოცავ. აი წაკაცო. დაწყედით ყველა. ლო! გოგო გააჩინა. ბიჭო, გოგო. სანამ ბიჭს არ გაჩენს, მე მაგის ნახმელი არ ვარ. Sali! General! აბა რასიზავს კაცო გააჩინოს ჯერ და იქნება მოუბრუნდეს მე გული კაც. სანამ მეორე ადგილში მოგთავაზებდეთ ერთი პატარა ისტორია მეც მინდა მოგიყვეთ. ერთი ახლობელი ყავს, ცოტა მეჩხერი კბილები აქვს რა და ლაპარაკის დროს რაღაცები უცვია ხოლმე პირიდან, ნუ რის საშუალებაც აქვს. და ელაპარაკება ერთ-ერთ ახლობელს რაღაცა ისტორიას უყვება, ამბავს 1.5 საათიანს და თანუ ეს ეგრეთ წოდებული ბრიზგები უცვია პირიდან და 1.5 საათის მერე ისე უბნება. თუ ძმა ხარ, დაიგროვე და ერთად შემაფურთხე, ხო შეიძლება? მეორე ადგილი ვნახოთ. მაგრამ ეს თუ არ ვწდები კვერცხია. კვერცხია ძმო. არი. კი, მარა. საიდან, ქათამი აქვე დადებდა. არ არის ქათამი. მიბადა. ჩიტიდებს ხეზე ბუდეში. ასეა. მოსახლეობა აქ არ არის ძმაო. ავჩერები ვარ. ვინმეს რომ დავარდნოდა, ხომ გატყდებოდა. ო, გამარჯობა შენ. გაგიმარჯვეს. უკაცრავად მეგობარო, თუ შეიძლება ერთი წუთით. აი, რა გვაინტერესებს? აი, ეს კვერცხი აქ საიდან? ქათამი ვერ მოვიდოდა. არ არის ქათამი. არ არის. ჩიტიდებს ბუდეზე დებს. ხო კვერცხს. მოსახლეობა აქ არ არის ძმაო. გავჩერები ვარ ახლა აქეთ. აი, ვინმეს რომ დავარდნოდა, ხომ გატყდებოდა? ო, გამარჯობა შენ. იო. რას ვფიქრობ ახლა იცი? ისმე. ყველაფერი მინახავს ამ ქვეყანაზე. დიახ. ერთი და ორი კვერცხი მინახავს. მარა ორი და ერთი კვერცხი. მართლა არ მინახია ძამია.
რა თუნა შეკაი ადამიანო შენი თქმა გეცლიე ცოტა და თვითონ მივიდოდნენ მაგ დასკვნამდე და ის გადაგჩენია ვნახოთ პირველი ადგილი რა იყო გა რა დაგემართა რა დამემართა გოგო ორი დღეა მიხო სათევზაოდ წავიდა და ჯერაც არ დაბრუნებულა ვაიმე და ის საყვარელი ხომ არ გაიჩინა ვაიმე კარგი რაკა რა ეგრევე უცუდ რამეებს აფიქრო რავი აბა იქნება და სულაც დაიხრჩო ვაიმე შენ შაქარი ნეტა იქალონეტა ვაიმე მიხო თავარია საყვარელი არ ყავდეს და სულ ნუ გამოჩენილა ისეც უქნია რა. მოკლედ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, დღეისათვის სულ ეს იყო, იმედი ეკმაყოფილები ხართ და მომავალში ჩვენი მეგობრები გაგვანებირებენ მსგავსი სახალისო ანეკდოტებით და სასაცილო ისტორიებით. მე ის გადამრჩენია რომ დაგემშვიდობოთ საუკეთესო სურვილებით, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას ისევ აქ, ისევ ამ ადგილას შევხვდებით. კარგად, ბრძანდებოდეთ. Geng.